მართლმადიდებელ მაყურებელს ვიულოცავ ბზობას და აგრეთვე არ შეიძლება არ აღინიშნოს სოლიდარობა, რაც ლევანმაც თქვა ტრაგედიის გამო, რაც დატრიალდა თბილისში. რაც შეეხება კომისიას, ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ ყველანი, რომ რეალურად ეს კომისია ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აქტი, ხო, რაღაც ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე გაჩაღებული დისკუსიები და ასე შემდეგ არის შემოგდებული თემები ქართული ოცნების მიერ. როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხო, ახლა 2025 წელია და ჩვენ გვაქვს უმწვავესი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი, კონსტიტუციური ვითარებიდან, საერთოდ მდგომარეობიდან გამოსული არის ქვეყანა ისე რომ ამის უკან დაბრუნება მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გეუბნებთ, შეუძლებლად მესახება, არის უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი. ლევანმაც ისაუბრა, ხო? 700.000-მდე სოციალურად დაუცველი ყავს ამ პატარა ქვეყანაში. დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე ვდგავართ. მარტო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იმდენმა ადამიანმა დატოვა ეს ქვეყანა და დანარჩენი ჩემოდნებზე ზის. პენსია რაღაც სასაცილოდ 35 ლარი თითქოს მოამატეს და იქ ინფლაციის ფაქტორი საერთოდ გამორიცხული არის, ხო? რა დონეზე არის? ყოველდღიურად იზრდება ფასები და მსყიდველობით უნარიანობა ამ ქვეყანაში. ლარის უფასურდება, საშინელი კატასტროფული ფასები არის. ბავშვები აი მართლა საჯარო სკოლების მარტო 30%-ში არის სკოების ობიექტი. და 70% ქართველი მოსწავლეებისა საერთოდ ვერ ყიდულობს რაღაც ერთ-ერთ ფუნდამენტურ სასკოლო რაღაც ან ლეპტოპს სახატავი იქნება ეს რაღაც სამუსიკო ინსტრუმენტი თუ სხვა. არა აქვს ამის შესაძლებლობა. ქვეყანაში არაფერი არ იწარმოება, პირდაპირ ინვესტიციები არ შემოდის უცხოური. ერთადერთი ხო ყოველწლიურად რაღაც 3 მილიარდ ნახევარი გზავნილები, რაც არის ჩვენი ემიგრაციის, იმით ცხოვრობს ქვეყანა და არაფერი არ იწარმოება. ყველაზე მთავარი არის რეექსპორტი ნახმარი მანქანების ყირგიზეთში და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვაქვს სამაგიეროდ სანახაობა. თეა წულუკიანის კომისია, რომელიც საერთოდ რანაირად ოპერირებს, ეს კიდე ცალკე საკითხია, ხო, იმიტომ რომ რა შუაშია ჯერ ერთი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებთან ის რაც ხდება, აი გახარი არაზეც არის ხვალ დაბარებული 2019 წელი, ეს ერთი. და რა ვიცი, თავი გონიათ, მე მგონი იმაში, ტარანტინოს ფილმებში, დაჩეხილი სიუჟეტებით, ხო, ერთი დღე რაღაც აფრასიძეების ამბავს იძიებენ, მე რაღაც 2008 წლის ომის, ახლა 2019 წლის გამოშვებები, ხო, აი დრო დაუფიქრდეთ, ის უნიჭო მიბაძვა ტარანტინოსი გააკეთა გოგა ხაინდრავამ ჰეროკრატიის სახით. აი ჰეროკრატია ვისაც ნანახია, მიხვდება, რომ იქაც ხო ერთი სერია ერთ რაღაცაზეა, მეორე სერია მეორე რაღაცაზე არის და აი ამას გავს ეს საგამოძიებო კომისია. უნდათ რომ გამოიყენონ პოლიტიკური დევნის ბერკეტა და იყენებენ ძალიან აქტიურად. დენ ინფორმაციას უშვებენ, ლევან დამეთანხმები ისეთ რეჟიმში და რაღაც ისე მასიურად ხდება სხვადასხვა თემებით თუნდაც. ამაშია საქმე, როგორ შეიძლება აი დავანებოთ თავი პოლიტიკურ კონტექსტს. როგორ შეიძლება ერთმა ორგანომ ამდენი რაღაცა გამოიძიოს ასეთ პერიოდში? შეუძლებელია რომ უნდოდეს. ეს იქნებოდა შეუძლებელი. ფაქტია რომ ეს არის გათვლილი მხოლოდ და მხოლოდ სანახაობაზე. მე ხა ჩემი პარტიის ლელოს ძლიერი საქართველოს პოზიციიდან რა უნდა გიპასუხოთ, ხო? პირველი მაგალითის მიმცემი და სტანდარტის დამდგენი ამ ქვეყანაში აღმოჩნდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთაც მაშინ როდესაც არ ვიცოდით, ხო, რა იქნებოდა, გირაო იქნებოდა მოთხოვნილი, აღკვეთის ღონისძიების ფორმა თუ პატირობა იქნებოდა მოთხოვნილი, პირველი ლიდერები იყვნენ, სხვაებიც იყვნენ მანამდე დაბარებული, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები იყვნენ პირველები, ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებზეა საუბარი. ლელოს ლიდერები, რომლებიც წავიდნენ ამ რისკზე, ეს ძალიან მამაცური საქციელია. და ახლა გახარიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს ბუნებრივია. ახლა მესმის რომ არის რაღაც სხვადასხვა გამართლებებს ამბობენ რომ აი და ფინანსების და ფინანსური მდგრადობის მიზნით ჩვენ არ ვტოვებთ პარლამენტს და ვინ არჩუნებთ მანდატებს და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ბოიკოტი თუ ბოიკოტში ხარ და თუ ამბობ რომ ეს მხოლოდ დაფინანსებისთვის გჭირდება მანდატების შენარჩუნება, ბოიკოტი ნიშნავს ბოიკოტს. არ უნდა იღებდე მონაწილეობას იმ საქმიანობაში, რომელიც ძირს უთხრის ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მომავალს, დღევანდელობას და ასე შემდეგ. ეს არის მისი გადასაწყვეტი ბუნებრივია, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება. ეხლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. ჩვენ ვფიქრობ, რომ დავაკვირდეთ ის სტანდარტი,
რომელიც არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პოლიტიკურად და მორალურად მიზანშეწონილი ამ ქვეყანაში.